ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. უამინდობა კახეთში, რა ვითარება იყო დღეს საავტომობილო გზებზე და როგორია სინოპტიკოსების პროგნოზი. დილით 8 საათზე რომ დაეყარათ, კაი იქნებოდა, სანამ მოძრაობა დაიწყებოდა, ხალხი სამსახურში წავიდოდა. ზოგან დაყრილია, ზოგან არა. ახალი ტურისტული მარშრუტები კახეთში, რა იგეგმება რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით და კახეთის რომელი ქალაქები სარგებლობს უცხოელებში პოპულარობით. სახელმწიფო, კერძო ბიზნესი, ეკლესია ერთობლივად ვართ ჩართული აი ამ პროექტების განხორციელებაში. ვიცით უკვე რომ შეტანილი არის ჩვენი ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი ამ ტურისტულ მარშრუტებში. გურჯაანში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა მოიმატა. როგორია სტატისტიკა? მნიშვნელოვანი მატება არის, მაგრამ კიდევაც ველოდებოდით, იმიტომ რომ თებერვალშია გრიპის პიკი. საქართველოში შაქარი გაძვირდა. გლე ხალხის საშველი არ არის. შაქარი კი არა, ყველაფერია გაძვირებული. 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება აიკრძალა. რას ითვალისწინებს ახალი საკანონმდებლო ნორმა? ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. სანამ ახალ ამბებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგეძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტი ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. უამინდობა კახეთში, თოვლმა და ყინვამ რეგიონში პრობლემები შექმნა. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების მიუხედავად დღეს დილიდან გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები იყო დაწესებული. სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა თელავი-გომბორი ვაზიანის ავტომაგისტრალზეც. რა ვითარება იყო კახეთის საავტომობილო გზებზე და გაგრძელდება თუ არა თოვა მომდევნო დღეებშიც ეთერ-თეთრაძე დაინტერესდა. თოვლისა და ძლიერი ყინვის გამო დღეს დილიდან სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა თელავი-გომბორი ვაზიანის საავტომობილო გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა, შეზღუდვები დაწესდა მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 20 კაცზე მეტი ტევადობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. ვაზიანი-გომბორის თელავის საავტომობილო გზაზე 30 კილომეტრი არ მონაკვეთზე დილის 6 საათიდან დაიწყო ინტენსიური მუშაობა, რადგან უხვი თოვლი მოვიდა. გრძელდება სამუშაოები, გაწმენდითი სამუშაოები და პლუს ქვიშამარილის მოყრის სამუშაოები. მაგრამ ჯერჯერობით მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. თოვლმა პრობლემები შექმნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში ზიარის, ფხოველისა და ჭერემის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით იყო შესაძლებელი. წყოლების ინფორმაციით დილით ადრე მოძრაობა შეზღუდული იყო ბაკურციხე-გურჯაანი თელავის მიმართულებითაც. საგზაო სამსახურმა ცენტრალურ მაგისტრალზე ტექნიკური მარილის საყრა დილის 9 საათიდან დაიწყო, რის შემდეგაც პრობლემა მოგვარდა. თორე დილიდან გვიჭირდა, სანამ დააყრია, ამჟამად დაყარეს. მაგრამ ვერა, როგორც წესი, ეგრე ვერა სრულდება. ჭანდრი მონაკვეთზე, ბაკურციხე მონაკვეთზე, შუა ტრასაზე არ არის დაყრილი. აქა დაყრილი. აი იგეც სახიფათო ადგილებზე დაყრილი იყო. მაგრამ სწორ ადგილებზე მე ცოტა გვიან დაიწყეს დაყრა, მაგრამ ამჟამად სულ ყველგან არის დაყრილი. ზოგან დაყრილია, ზოგან არა, სხვადასხვა. დილით 8 საათზე რომ დაეყარათ, კაი იქნებოდა, სანამ მოძრაობა დაიწყებოდა, ხალხი სამსახურში წავიდოდა. მანქანამ ხონა იმოძრავნა რა. 8-ზე რომ დაეყარათ, კაი იქნებოდა. გურჯაანი მხრიდან მიდევენ, ცალხარაზე ყრიან. მერე ბაკურციხეში მოტრიალდებიან და მეორე მხარეზე ყრიან და დნება მარილს აყრიან. გაწყალებულია გზები და დადიან მანქანები. არაფერი შეფერხება არ იყო, თავისუფლად დადიოდნენ კაცო. ვერა ვიცი აბა. მე მაგალითად არ გამჭირებია და ჩვენ რა დავდიოდი. რაც შეეხება ქალაქ გურჯაანს გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა ტექნიკური მარილი ყველა ცენტრალურ ქუჩაზე დაყარეს, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებამდე მისასვლელ გზებზეც. გამგეობის ინფორმაციით დიდ თოვლობის შემთხვევაში მარილის საკმარისი მარაგი აქვთ და პრობლემა არ შეექმნებათ. ქალაქ გურჯაანში შიდა გზებზე დაიყარა ტექნიკური მარილი და ძირითად სასიცოცხლო ობიექტებთან, სკოლებთან, საავადმყოფოსთან მისასვლელი გზები არის აბსოლუტურად გამავალი ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის. მუნიციპალიტეტის მთელი მასშტაბით სოფლებში ძირითადი გზები არის აბსოლუტურად გამავალი. მართალია დღის მეორე ნახევარში მცირე ხნით მზემაც გამოანათა, თუმცა სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს მაინც ვერ აკეთებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კახეთში ხვალა ძითოვებს, ცივი ამინდები კი 5 თებერვლამდე შენარჩუნდება.
ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით კახეთში ახალი ტურისტული მარშრუტები შეიქმნება. საკითხი დღეს კახეთის გუბერნატორის ინიციატივით მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან და ბიზნესმენებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ყველა მუნიციპალიტეტში. კახეთის რომელი ქალაქები სარგებლობს ტურისტებში პოპულარობით და რა იგეგმება რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით ნინო სამნიაშვილი განაგრძობს თემას. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2016 წელს საქართველოს 6.351.000-მდე ტურისტი ესტუმრა. 2015 წელთან შედარებით კი საქართველოში დაინტერესებულთა რაოდენობა თითქმის 8%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან იყო. რაც შეეხება კახეთს, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს ჯერჯერობით მხოლოდ 2013 წლის სტატისტიკური მონაცემები აქვს, რომლის მიხედვითაც რეგიონი 383.000-მა საერთაშორისო ტურისტმა მოინახულა. დღეს კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინიციატივით რეგიონში ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან და ბიზნესმენებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს და დაგეგმეს კახეთში ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, როგორიცაა ყვარლის ციხე-გალავანთან, თელავში ბატონის ციხის ტერიტორიასა და გომბორის უღელტეხილზე გადმოსახედის და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. დღევანდელი ჩვენი შეკრება ემსახურება კახეთის ტურისტული პოტენციალის შემდგომ განვითარებას. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ აქ სახელმწიფო, კერძო ბიზნესი, ეკლესია ერთობლივად ვართ ჩართული აი ამ პროექტების განხორციელებაში. საინტერესო წინადადებები იქნა წარმოდგენილი, განვიხილოთ მთავრობასთან ერთად, ჩვენს ხელმძღვანელობასთან ერთად, დონორებთან ერთად და თუ იქნება ყველა პირობა დაკმაყოფილებული, აუცილებლად დავეხმარებით. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის მონაცემებით კახეთში ყველაზე მეტი ტურისტი 114.000-ზე მეტი სიღნაღს ესტუმრა. 11.000 ტურისტით მეორე ადგილზე ლაგოდეხია, მესამეზე კი თელავი. უცხოელებისათვის მიმზიდველია დავით გარეჯი და ყვარელიც. კვლევის თანახმად ყველაზე ცოტა ტურისტი 4.000-მდე უცხოელი გურჯაანის რაიონს ესტუმრა. გურჯაანის გამგეობამ სპეციალური კონცეფცია შეიმუშავა ტურისტების მოზიდვის მიზნით და ასევე სარეკლამო ბროშურები დაბეჭდა ქართულ და ინგლისურ ენაზე. ვარაუდობენ, რომ წელს ტურისტების დაინტერესება გურჯაანით გაიზრდება. კონცეფცია მოიცავს ზოგადად ალბათ რაც ჩვენი მოვალეობაც არის და ინტერესიც რომ მოხდეს პოპულარიზაცია, რაც შეიძლება მეტი ჩვენი ტურისტული ობიექტების. ამიტომ ჩვენ შევიტანეთ ამ კონცეფციაში, წარუადგინეთ ტურისტულ სააგენტოში ჩვენი საინტერესო ასე ვთქვათ ობიექტები. ვიცით უკვე რომ შეტანილი არის ჩვენი ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი ამ ტურისტულ მარშრუტებში და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ყველაზე მეტი ტურისტი კახეთს ივლისი-აგვისტო-სექტემბრის თვეებში სტუმრობს. სავარაუდოდ ზაფხულისათვის თელავსა და ყვარელში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებული იქნება. ჯერ უცნობია მოესწრება თუ არა თუშეთში აეროდრომის მშენებლობა. ომალოში პროექტირება ოქტომბერში დაიწყო. თვითმმართველობებში ვარაუდობენ, რომ კახეთს 2017 წელს შარშანდელთან შედარებით მეტი ტურისტი ესტუმრება. გურჯაანში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა მოიმატა, თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით ინფორმაციას რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს. ბოლო ერთი კვირის სტატისტიკის მიხედვით ზემო სასუნთქი გზების ინფექციით, მაღალი სიცხით და სხვა ვირუსული სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებს სულ 1599 ადამიანმა მიმართა. აქედან გრიპის ვირუსი მხოლოდ 22 პაციენტს დაუდგინდა. ეპიდემიოლოგ მარინა კაპანაძის ინფორმაციით ვირუსის გამწვავებას თებერვლის ბოლოს ელოდებიან. ამ კვირის მონაცემებით წინა კვირასთან შედარებით დადგინდა, რომ არის ნამდვილად უმნიშვნელო მატება, თუ წინა კვირას იყო 17 შემთხვევა გრიპის, ეხლა არის 22. ზემო სასუნთქი გზების ინფექცია წინა კვირას ჰქონდა 102, ეხლა არის 107. ანუ უმნიშვნელო მატება არის, მაგრამ კიდევაც ველოდებოდით, იმიტომ რომ თებერვალშია გრიპის პიკი. და უსათუოდ მოიმატებდა. მაგის გარდა ხელი შეუწყო იმან, რომ ბავშვები იყვნენ არდადაგებზე სახლში. რაიონში სიმშვიდეა, არ დაფიქსირებულა და ღმერთმა ნუქლას არც ერთი გარდაცვალების შემთხვევა გრიპით. საქართველოში შაქარი გაძვირდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ფასმა თითქმის 30 თეთრით მოიმატა. გურჯაანში 1 კილოგრამი შაქარი 2 ლარი ღირს, დაფასოებული კი 2 ლარი და 50 თეთრი. მოსახლეობა ჩივის, რომ შაქარი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია და მისი გაძვირება დაუშვებელია. გაძვირდა შვილო. ყველაფერი გაძვირდა. ცუდად რა თქმა უნდა ორყოფითად მოქმედებს პენსიონერებზე. ფასებმა
ყველაფერზე მოიმატა აბსოლუტურად. შაქარზეც და პურზეც ელემენტარული. ცოტა შევამჩნიე, მაგრამ შაქარი კი არა, ყველაფერია გაძვირებული. რა ვიცი შულო რა გაიგება, ყველა თავი ჭკვაზე უღმატებს. ყველაფერი ჯვირდება. მაგრამ ხალხის საშველი არ არის. 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება აიკრძალა. ახალი საკანონმდებლო ნორმა ძალაში იანვრიდან შევიდა, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე მიუღწეველი პირები ვეღარც სასამართლოს ნებართვით დაქორწინდებიან. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი 16 წლამდე ასაკის პირთან 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შეგახსენებთ, რომ წინა წელს მოქმედი კანონით 16-დან 18 წლამდე ქორწინებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სამართლოს ჰქონდა. მანამდე კი ეს მშობლების ნებართვით იყო დასაშვები. ქედანზე უკანონო ნადირობის ფაქტი ლაგოდეხში. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფრინველზე ნადირობის წესების დარღვევა ჭიაურის ტყეში გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით სამართალდამრღვევები გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის ქვითრის გარეშე ნადირობდნენ და სანათი მოწყობილობის საშუალებით ეგრეთ წოდებული პროჟექტორით ნანადირები ჰქონდათ 12 ცალი ქედანი. მათ სამართალდარღვევის იარაღები ჩამოართვეს და დალუქეს მასალების შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ვეფხის ტყაოსნის ხელით გადაწერა გრძელდება. ჩვენ ვწერთ ვეფხის ტყაოსანს ამ სახელწოდების პროექტში მონაწილეობის მიღება ყველა გურჯაანელს და ქალაქის სტუმარს შეუძლია. ამ დროისთვის ჯერჯერობით 300 სტროფია ხელით გადაწერილი. როგორც ბიბლიოთეკაში ამბობენ, პროექტში მონაწილეობის მიმღებთა რაოდენობა მიკლო და მოსახლეობას გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ. ვეფხის ტყაოსნის ხელით გადაწერის შემდეგ ხელნაწერების კრებული წიგნად დაიბეჭდება. სარჩევში კი იმ პირთა სახელები, გვარები, საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი იქნება მითითებული, ვინც წიგნის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ 2016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. ხელით წერთ ვეფხის ტყაოსას. მოსახლეობა ზაფხულის პერიოდში უფრო აქტიურობდა და მე მინდა ვთხოვ მათ, რომ ეს აქტიურობა არ გააჩერონ. ამჟამად 300 სტროფია მხოლოდ დაწერილი. ჩვენ ვჩქარობთ, რომ ეს წიგნი მალე დასრულდეს და გაკეთდეს პრეზენტაცია და მასშტაბური ღონისძიება. ამიტომ ვთხოვთ რაიონის მოსახლეობას მობრძანდეს ნაბეჭდი წიგნიდან ერთი სტროფი გადაწეროს ჩვეულებრივ თაბახ ფურცელზე, რომელიც შემდეგ წიგნად იქცევა. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. დღეს დილიდან ბავშვთა სამყაროსთან სიტუაცია დაძაბული იყო. ადგილზე ვერცხლით მოვაჭრეები იყვნენ შეკრებილი. დაზარალებულები შენობაში შესვლას და საკუთარი პროდუქციის ნახვას მოითხოვდნენ. მოვაჭრეებსა და სავაჭრო ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ზარალის სრულად ანაზღაურებას მოითხოვენ. როგორც მოვაჭრეებმა განაცხადეს, ზარალი უნდა ანაზღაუროს მან ვისთანაც კონტრაქტი ჰქონდათ დადებული, ანუ ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციამ. მოვაჭრეების თქმით, საუბარია 10.000-ობით და 100.000-ობით ლარის ზარალზე, თუმცა მათ ამ პრობლემაზე არავინ ესაუბრება. ბათუმში დედაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად გაყინვა სახელდება. მეზობლების თქმით, ოჯახს ელექტროენერგია გათიშული ჰქონდა. დენის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას კომპანია ენერგო პრო ჯორჯიაშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა ოჯახს დენი გადაუხდელობის გამო 26 იანვრიდან შეუწყდა. ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე 50 წელს გადაცილებული დედაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ისინი რამდენიმე დღე არ გამოჩენილან, რის გამოც მეზობლებმა დასახმარებლად სამართალდამცავებს მიმართეს. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს. შესაძლებელია კიდეც რომ იქნებოდნენ გაყინულები, იმიტომ რომ ძალიან ცივა მათ გათხოვა არ ჰქონდათ. ეს სიცივე რო არის გასაგებია. შეაწუხებდა მაშინ მეზობლებს, რომ ესეთ სიტუაცია გვაქვს, მეზობლები დაეხმარებოდნენ და გაყინვის ფაქტორი მე მგონი გამორიცხული უნდა იყოს. ამ ოჯახს ვიცნობდი, სამივე წევრი ფსიქიური პაციენტები იყვნენ, ფსიქიური აშლილობით და პერიოდულად ისინი თავსდებოდნენ კლინიკაში. პირველადი, ასე ვთქვათ, ნახვით და შეფასებით არის რამდენიმე დღის გარდაცვლილი და ასე რომ რაც შეეხება მიზეზი, სწორედ ამისთვის არსებობს ექსპერტიზა, რომ მან უნდა დაადგინოს მიზეზი, აღძრული საქმე და
სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ერთს ჰაიკე მენატე პაიჩს შეხვდა. გაცნობიტი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ერთს ბოლო წლებში საქართველოს სასჯელ აღსრულების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა სასჯელ აღსრულების მინისტრთან, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ. Ფიქრობ, რომ საინტერესო და თანამედროვე მიდგომებია დანერგილი თქვენს სისტემაში. Განსაკუთრებით აღსანიშნავია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის მხრივ გადადგმული ნაბიჯები. მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ მიიღონ პროფესიული განათლება, ასევე დისტანციურად შეძლებენ უმაღლესი განათლების დაუფლებას. შთამბეჭდავია ონლაინ მაღაზიის პროექტი, რომელიც მსჯავრდებულებს საკუთარი შემოსავლის მქონის საშუალებას აძლევს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი და ნაძალადების რაიონის გამგეობის წარმომადგენელი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიისთვის სამუშაოების განხორციელების პროცესში გარკვეული უპირატესობის მინიჭებისა და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღეს დიდი ოდენობით თანხა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი, ასევე ამავე ბრალდებით დაკავებულია ნაძალადების რაიონის გამგეობის წარმომადგენელი. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ერთ-ერთ გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესრულების პროცესში გაუწიეს გარკვეული სამსახურეობრივი მფარველობა და მიანიჭეს მათ უპირატესობა. სანაცვლოდ კი ქრთამის სახით აიღეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა. საგამოძიებო სამსახურის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. ავდეევკიდან, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბოევიკები უტევენ, 175 ადამიანის ევაკუირება მოხდა. აღნიშნული შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ჩეჩეტკინმა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახური მოემზადა დაახლოებით 12000 ადამიანის გამოყვანისთვის უახლოესი 10 დასახლებული პუნქტიდან. მოსახლეობის ეტაპობრივი გამოყვანისთვის 180 ავტობუსია მზად. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსამართლე ნილ გორსაჩი ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად წარადგინა. ნილ გორსაჩი დენვერში მდებარე მეათე ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. ის ცნობილია თავისი კონსერვატიული ხედვებით. ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ტრამპის პრეზიდენტობისთვის. იმის გათვალისწინებით, თუ რა როლს თამაშობს უზენაესი სასამართლო საკანონმდებლო პროცესში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სენატში მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭიროა უმრავლესობის მოპოვება. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრატივიმ გაავრცელა. ადამიანისა და ღორის ემბრიონის შექმნის პირველი მცდელობა წარმატებით დასრულდა. ადამიანის ორგანოების გაზრდა ცხოველის სხეულში ადამიანის დიდი ხნის ოცნება იყო, თუმცა პირველი წარმატებული მცდელობა გასულ შაბათს დაფიქსირდა. ამ ექსპერიმენტის შესახებ მისი ავტორი დოქტორი ჯუნ ვუ საუბრობს და ამბობს, რომ ამ პრეცედენტმა შესაძლოა გადატრიალება მოახდინოს თანამედროვე მედიცინაში. იაპონიის განათლების სისტემის მესვეურებს მტკიცეთ სჯერათ, რომ თუ მოსწავლეები თავად დაასუფთავებენ საკუთარ სკოლებს, პასუხისმგებლობას, პატივისცემას და თანასწორობას ისწავლიან, ამ იდეოლოგიას იზიარებენ თავად მოსწავლეებიც, იმიტომ რომ სკოლებსა და კოლეჯებს, სადაც სწავლობენ, ყოველთვის გულმოდგინედ ალაგებენ და ცდილობენ სისუფთავე შეინარჩუნონ. ახლა კი დღის სხვა ამბები. 20 წლიანი პაუზის შემდეგ ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი გამოვა კინოეკრანებზე. კომედიური ჟანრის, ალეგორიული სატირის სახელწოდებაა „სავარძელი“ და მისი სცენარიც რეჟისორს ეკუთვნის. რეჟისორის თქმით, ფილმი ძალაუფლების მოყვარულ ადამიანებზეა. აღსანიშნავია, რომ სავარძელში ყოფილი პარლამენტარის
ვიტალი ხაზარაძის სამსახიობო დებიუტი შედგება. შეგახსენებთ, ვიტალი ხაზარაძე საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრი იყო. მორაბანკა ანდორას ქართველი ლეგიონერი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგის იანვრის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს. გიორგი შერმადინისთვის 2017 წლის პირველი თვე მართლაც გამორჩეული იყო. ქართველმა ცენტრმა იანვარში 4 შეხვედრა ჩაატარა, სადაც ტურის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალ დილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგეძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ჩვენი გამოშვება კი ამით დასრულდა. ნახვამდის.